აბა ვინ მეტყვის და ზუსტად ვიცი ბევრი მეტყვის, რომელია წელიწადში ყველაზე დიდი დღე განკუთვნილი დღისთვის, მზისთვის, მისი საზენიტო პოზიციებისთვის და აუცილებლად გეტყვით, რომ ეს არის 21 ივნისი, რომელიც უკვე კარს გვიკაკუნებს. ყველაზე მოკლე ღამის თანხლებით, ყველაზე დიდი დღე განსაზღვრულია მხოლოდ და მხოლოდ იმისათვის, რომ ესეთი ცეცხლისფერი, ესეთი სიცოცხლისფერი ენერგიით ავსოს ჩვენი ცხოვრება. ხო და ამ დღეს, რომელიც ასე ვთქვათ, გველოდება იმისათვის, რომ კარგი რაღაცეები ჩავიფიქროთ, იყავით მზად, ჩემო გამომწერებო და ყველა ვისაც ხავს მიაწვდენთ, ძალიან გამიხარდება თუ ისინი ჩვენს რიგში ჩაეწერებიან. მაშასე 21 ივნის რა გევალებათ? უპირველეს ყოვლისა, უნდა გადავერთოთ მზის სფერებში. მე მიხარია თუ იმ დღის განმავლობაში შეგიძლიათ ჩაიცვათ ესეთი მზის ფერი ტანსაცმელი ნებისმიერი აქსესუარი. ისიც გამიხარდება, ვისაც ოქროს სამკაულები აქვს, გამომზეუროს და იმ დღეს მთელი დღის განმავლობაში ეკეთოს ეს ვისაც აქვს. ვისაც არ აქვს, მაშინ სხვა აქცენტი გააკეთოს ნებისმიერი აქსესუარით. აი მაგალითად შეგვიძლია გათენდეს დილო, მას გვარჭირდება ოქრო ვერცხლი და იაგონდები. გააკეთ ფანჯარა და დილის 6 საათზე უკვე შეგიძლიათ მიემსალმოთ მზეს დილო მშვიდობისა. ის ამოდის და წინავს უკვე ქვეყანა. უკვე ნათდება ის ადგილი, სადაც ცხოვრობთ, რაც კვებავს, რაც გვაცოცხლებს, რაც ჩვენი სახლია. დედამიწა. ასევე მზის სხივზე, ფანჯრის რაფაზე დადებით თქვენი ყვავილები. დადებით თქვენი ნივთები, რომელიც გინდათ დაიმხტოს მზის სხივით. ეს იქნება წყალი, ეს იქნება თქვენი საფულე, თქვენი აქსესუარები, თქვენი პლასტიკური ბარათები და დაენათოს მზის სხივი და იმ განსაკუთრებული, ასე ვთქვათ, სინათლის შუქზე კიდე უფრო დადებითად იქნას დამუხტული, რომ მთელი წლის განმავლობაში მომდევნო მზებუდობამდე იყოს აქტუალური. მაგრამ ეხლა ყველაზე აქტუალურს და ყველაზე საბეჯითოს გეტყვით, ეს არის ჩვეულებრივი ფურცლთა და პასტით შექმნილი რიტუალი, რომელსაც მიუძღვნით ყველაზე მზიან და დიდ დღეს წელიწადში და ჩამოწერთ 3 სანუკვარ სურვილს. ოღონ არა, მე მინდა, მე მექნება, მე ძალიან მოწადინებული ვარ, ეგეთი სიტყვებით არ დაიწყოთ, პირდაპირ გადადის საქმეზე. მე მყავს ასეთი და ასეთი მარკის ავტომობილი. მე მყავს ასეთი და ასეთი მეუღლე. მე მაქვს ასეთი და ასეთი სახლი. და მე ვარ სტუდენტი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, რა ვიცი, ბევრი რაღაცეები. მე გავიმარჯვე კონკურსში, მე კარგ თანამდებობაზე ვარ, ჩემი კარიერული სვლა მიდის ცენტისკენ, როგორც ეს მზე დღეს და ბევრი რაღაცეები. 3 სუფლება გაქვთ, აირჩიოთ აქედან. მე ძალიან კაი იქნება თუ რუნა ფეიხოს დაახატავთ, დაკეცავთ 2 თამჩას არაჩვეულებრივ წერილს და შევინახავთ მომდევნო წლამდე, ანუ მომდევნო ზებუდობამდე. აბა, თუ მიხდებით, როდის არის? გადაცვიდა ნივთები, მიფრინავ ჩემი სამუშაო მაგიდიდან, ძალიან დაღლილი ვარ, მაგრამ რატო ვანათებნეთ ამ მზისთვის? იმიტომ რომ ეს ხართ თქვენ, ჩემო მზესუმზირებო. სხვაშორის მზესუმზირები მიგეთია საყურებად და ძალიან მინდა ერთი პატარა იგავი. არა, ამბავი გიამბობთ, რომელსაც ხშირად სადღეგრძელოთ ვამბობ ხოლმე და თქვენს დაიმახსოვრეთ. რატომ ქვია მზესუმზირე ჩემო ძვირფასებო? იმიტომ რომ ისინი ხშირად ენერგიის საკვებად და მოსატაცებლად უყურებენ მზეს. მზე მისი ალმა-მატერია ხო ასეა. მაგრამ ხდება ისე, რომ მზე არ არის იმ დღეს. ხდება ისე, რომ მზე უღრუბლებმა მიმალა, გადაფარა, ასე ვთქვათ, არასასურველმა წვიმებმა და მზესუმზირები რჩებიან ენერგიის გარეშე. ამ დროს ასაკეთებენ მზესუმზირები. მზესუმზირები ვიღაცა იტყვის ახლა თავს ქინდრავენ. არა, თურმე სინამდვილეში მზესუმზირები ტრიალდებიან ერთმანეთისაკენ და უყურებენ ერთმანეთს აი ესე. დიახ, იცით რატო? იმიტომ რომ მზის ადგილს იკავებენ. მზის სანაცვლო ენერგიებს არიგებენ. ერთმანეთს ათფობენ, ერთმანეთს აბედნიერებენ, ერთმანეთს აცოცხლებენ, ერთმანეთს უდიდეს სასიცოცხლო სუნთქვას შთანთქავენ. და ხო არიან ეგეთი ადამიანების ჩვენ ცხოვრებაში, რამდენიც გინდა იმდენი. ჩემთან დასაკვირველი დაიკლო, მაგრამ არა უშავს, ზუსტად ვიცოდი რომ ისინი არ იყვნენ კაი მზესუმზირები, მაგრამ ის დამირჩა ნახტი. ასე გირჩევთ თქვენს, არ მოედოთ მაგრამ ერთ მზესუმზირის ყანებს, ერჩიეთ ერთი და ნახტი.
ის, რომელიც არასოდეს არ დაშთება, როცა თქვენს ცხოვრებაში არის წვიმიანი, ღრუბლიანი, ჭიქაქუხილიანი ამინდი, როცა ძალიან გიჭირთ, როცა პრობლემები გაქვთ, როცა აღარ იცით რა მოვა თუ არა თქვენთვის ჰიპოთეტურად ასაკურველი ამ მზე, მაშინ ჩდება მეგობარი, ასე ჩდება თქვენი გულის სწორი, მაშინ ჩდება თქვენი ალმა მატერი, თქვენი ალტერ ეგო, თქვენი soulmate, რაც კიდათ ის დაარქვით და გიხურებს შიგ თვალებში, გაძლევს საკუთარ ენერგიას, გაბედნიერებს და გეუბნება, აჰა, მე შენთან ვარ, ჩვენ ერთად ყველაფერს შევძლებთ. ძალიან მიხარია, რაღაცა მომიტა ამ სიტყვების თქმა, მთელი ამ ხნის განმავლობაში. ამას არ გეგმავდი, პირდაპირ დაუგეგმავად გითხარით, იმიტომ რომ შთაგონება მომცა ეხა იმ ენერგიამ რა თვალებითაც ეხა თქვენ მიყურებთ ამ ჩანაწერის შემდეგ, რომელსაც გავავრცელებ ქურუბიკალის დაროზე და ლაიქეთ. არაფერი არ არის ამაში რთული, არაფერი არ არის ამაში წარმოუდგენელი, სამარცხვინო, პირიქით, კარგია, რასაც მე თქვენი გულითა და სულით გჩუქნით და მიბრუნეთ ანალოგიური ხელის ერთი პატარა სენსორული მოქმედებით, რომელსაც მოწონება ქვია. და თქვენგან ისეთი კარგი და სასიამოვნო ამბები წამოვა. ზუსტად ვიცი, რომ გაგიხარდებათ. ეხლა, ჩემო ძვირფასო ადამიანებო, იმდენი ვილაპარაკე, როგორ შეიძლება, რომ ამ მზისა და დღეს არ გითხრათ, რომ ტაროსთან ბედნიერული კონსულტაციები რასაკვირველია არის. შესაძლოა მე მინდა გითხრათ, რომ აი ზუსტად ვინც ამ ვიდეოს ნახავს და ვიცი რომ ბევრი ნახავთ, ხვალისთვის ერთ კითხვას ყველას უპასუხებ იმ ფასად, რა ფასის შესაძლებლობაც გექნება. ანუ რა შესაძლებლობაც გექნება, ხოიცით რომ ტარო ისე არ შეიძლება გადასახადის და ანაზღაურების გარეშე და რისი შესაძლებლობაც გექნებათ, ერთ შეკითხვას აუცილებლად უპასუხებთ. იცოდებთ სიტყვა. მხოლოდ იცოდეთ, ეს ხდება 21 ივნისის 2026 წლის შუა თვეს, კვირა დღეს. აბა, გავიქცე, იმიტომ რომ კონსულტაციები მველოდება ტაროზე და ბევრი ადამიანი, ვისაც უნდა ჩემი მზესუმზირული ენერგიები გადავატო. ელოდება ჩემგან რომ აი თეა მოვა რაღაცას მეტყვის, გამაბედნიერებს, იმედს მომწევს, ნუ გეშს თავზე ხელს გადამისვამს და ყველაფერი კარგად იქნება. რომელიმე თქვენთაგანი თუ ხართ ახლა მისმენთ, რომ საწინააღმდეგოს ფიქრობთ. როგორ შეიძლება რომ ჩვენთან არ იყოს კარგად ყველაფერი? ან იყოს ცუდად და არ გამოვაკეთოთ. ჩვენ ერთად ყველაფერს შევძლებთ. დაწერეთ კომენტარებში. ზებუდება ანათებს, ათბობს, აბედნიერებს ჩვენს ცხოვრებას. მიყვარხართ. ყველა ადამიანი ზეა. გახსოვდეთ, როგორ დაცადეთ, ინათოთ. ვაცადეთ, გაცდით და ერთად დედამიწაც დაბრუნდება. და ამ ყველაფერს სინათლეს, სითბოსა და სიყვარულს რა ქვია? ღმერთი ფარავდეთ, ძალიან